თუ გინდა ისწავლო როგორ ააწყო ესეთი თარო 40 წუთში, არასხლო ვიდეო და უყურე ბოლომდე. სახრას აკეთებთ 100 კილო. სამი ძმებო, მოკლედ დღეს უცებ გასწავლით ყველა საზაფხულოს უნდა ხოლმე ქოთნების დასალაგებელი და 20 ძვირი რო არ მისცეთ, ძალიან მარტივად გასწავლით. დაგვრჩება 4 ცალი მეტრიანი 5 სამზე მილ კვადრატი და 4 სამზე. აი ესეთი პატარა რაღაცეები რა. ესე იგი რას ვაკეთებთ? იდეაში წვრილ მილ კვადრატს ყველა აკეთებს ხოლმე ძირად და მე პირიქით ვიზავ რა, წვრილი იქნება ძირი, მოდერნიზებული რო იყოს და მსხვილი იქნება თავზე რა. დაახლოებით ეს არის ტოლსენის კაფელის საზომი რა, კაფელის ზუსტად იმას იღებენ ხოლმე ამით. დაახლოებით ესეთი რაღაც უნდა ავაწყოთ. აი ესეთი ძირი ექნება და ესე გადმოვა. დაიდება ესე. და ამაზე თაროები გაკეთება და ამაზე დალაგდება მცენარეები, ხემცენარეები. ესე იგი, ვაკეთებთ შემდეგს. ეს არის ძირი. ძირს ავიღებთ 60 სანტიმეტრს და ამას მე დავამაგრებთ ესე. ჯერ გადავწყვეტ ძირები 60 სანტიმეტრზე. 60 ესე იგი, ვიღებთ ქროუნის იასნია დენზე არ ამომუშავე და ბატარეაზე მომუშავე 4 ამპერიან ბარგალკას და კინგროსის პირები გვაქვს ახლა. დავჭერით ამას სიზუსტეზე რა. ეხა 5-4-ზე ვაჭრით დამრეცად იდეაში რა. დახრას აკეთებთ როგორ უნდა იყოს და აქედან ხაზს გაუსმოთ პროსტა. ამაგრებთ ერთია ესეთი. ეხა მეორე იგივე ზომა რო ავიღოთ, ზევიდან ვადებთ და რაც არის მოჭრილი იმაზე გადაусმევთ. ეხლა დაგვჭირდება წვარკა. სახის პირობებში ამაზე პატარა კემპის არის ან ჩვეულებრივი სვარკით, ეხლა მე კემპი მაქვს და კემპით ვაკეთებ. არა შეგიძლიათ რომ ჩვეულებრივი იმითიც გააკეთოთ. სვარკით. ესე იგი, ვამაგრებთ როგორ? შემდეგნაირად ვიღებთ, პირველ რიგში ვაკეთებთ პრიხატკას ვარტყავთ რა. რომ მე გასწორების საშუალება გქონდეს. პრიხატკას ვარტყავთ, ანუ თავი ვაფიქსირებთ პროსტა თავიდან. და თუ რამე შესაძლებელია ერთ წერტილზე როა დააჩენს უკვე მარტივად ვასწორებთ. So, დაფიქსირდა, ეხლა პრიხატკებს ვარტყავთ. ზედმეტი რკინები. ერთი, ეხლა მეორე. ორი ცალი უკვე არის. ეს. ეხლა ამას უნდა დავუყენოთ. 10 ხოდი რაც დაგვს ედიაში ამისგან გავაკეთებთ. გვერდთა სამაგრებს
ეს არის 44 დაგვრჩა და 30 სავსებით საკმარისია. ახლა ვაკეთებ შემდეგს. ვიღებთ იდეაში ამის დახრეს კუთხეს, რომ იგივე ზუსტად გასწორდეს ფიცარი რომ დაეკრობა და აქაც იგივენაირად ვასწორებთ. ეს ახლა მოჭიმულია და გვაძლევს მაგის საშუალებასა. პატარა პრიხვატკებს მიარტყავს, უძიმე მაინც არაფერი იდება. შეიკრა ჩონჩხი, რომელზეც შემიძლია ავიდე. 100 კილო. არა ვარ, მაგრამ ჩაფხუტიანად 100 ვიქნებ. ხილათ იყავით აქ ნასვაკზე არის ცხელი ყოველთვის. გავასუფთავებ ხა ამოიცა. So. ესე. ახლა ამისთვის მოვჭრით ფიცარს. დაგჭირდება პატარა ფიცარი. ზუსტად არის 60. ჭრით ესე. ამას ვდებთ. ეს არის ქროუნის იდეალური რაღაცა, რელსი რა, რომელიც ეწებება ხელზე. ზუსტად ჭრის ზომას. 30. ეს არის ზუსტი ზომის საჭრელი. ეს ჯდება ამაში. სკარდა ზუსტად გადის რელსზე რა. აქვს სარეგულირო, ახლა ბევრზე არის და ამას დაუკლებ. სანამ გაჭრით, მანამდე გადაამოწმეთ ასჯერ გაზომით და ერთხელ გაჭერით. ქვევით არაფერს ვედებით. დავიდეთ. კონფეტი. ეხლა დაგჭირდება შურუპა ორტი და რკინის შურუპი. ეს არის, ამას ეხლა უცებ შევღებავ. რახან გარეთ ვაკეთებთ, ცოტა ეს ხე დავამუშაოთ ზეთით. ეს არის ჩვეულებრივი ფიცარი, რომელსაც Magic. ეს ზეთი იდეაში უშლის, რომ წყალი ჩავიდეს შიგნით რა ხელს. ვერდებიდანაც. არის დამცავი ზეთი. და ცოტა ხანი მზეში დავდეთ იდეაში. ეს გაშრეს. მეორე. ფიცრის მიმართულებით უსმევთ რა იდეაში. ბევრი ცოდნა არ ჭირდება ამას. თან მაგრა იცავს, აი
Просто ეს ერთხელაც უნდა გადავუსვა და მოვჭი. ვისაც გაინტერესებთ რა დაჯდა, ეს იყო ალბათ დაახლოებით, რავი, 22 ლარის კინა იყო. ის ხეღის 20 ლარი, თუ 18 ლარი, ეგ შენი 50 ლარი და ნუ სახარჯი მასალა იდეაში რა. 55 ლარად იდეალურ რაღაცას ააწყობთ მართლა და 55 ლარად ამ ხარისხს ვერ იყიდით, იმიტომ რომ იქნება ჟესტი, რომელიც დაიყურება განმავლობაში და ასე შემდეგ. ეს არის მასალა, რომელიც რამე თუ მოვიდა, ამის გააკეთება შესაძლებელია, იმიტომ რომ არის მასიური, თავიდან გალაკავ, იქ ეხა თხელი ფიცარი შეიძლება იყოს, რომელსაც ვეღარ გაშკურყავ და ასე. ეს არის მამა პაპური, აი. Shit. ვიღებთ იასნია ქროუნის 9 ხან დამჭერს, გადავთავთ წურუპზე, გადავუწევთ ბოლომდე. ამებს აქ დაალაგებ. გარდენია ახარა. ეს არის ჯარში გადასაყრელი ტრუბებისგან და ხისგან გაკეთებული თარო, მე მომწონს, მოდერნულია. შეგვიძლია რომ ბაღის სტილში, შემდეგში უკვე ბაღის სტილში გავაკეთოთ მარტოხით, მაგრამ რკინა და ხე მოწითალო ჩემთვის არის ძალიან რაღაცა ისეთი და ლამაზი და სანდომიანი. მე ვფიქრობ რომ ლამაზი გამოვიდა, სულ რაღაც 40 წუთია აწყობილი თაროსთვის ეს არის იდეალური. რამე ისეთ ყვავილს ვთადებ თუ ეს ჩამოკიდოს და ეხა ეს მაგალითად გასაზრდელია და რომ ჩამოხსნას, ბევრად ლამაზი იქნება რა. აი უკან თუ იდება რომ ეს ჩამოშალოს, ძალიან ლამაზი იქნება. ყველა ხელსაწყო რომელიც მონაწილეობდა ამის შექმნაში და ჩემი ხელები შეგიძლიათ შეიძინოთ ქვევით მოცემულ ლინკზე Host G